ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ პოლიტიკას, რომელიც 2 წლის წინ იქნა განსაზღვრული და რომელიც მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობის ფუძემდებლურ დოკუმენტებშია. ეს არის დიდი ხნის წინ განსაზღვრული პოლიტიკა. ბიძინა ივანიშვილთან მე არ მქონია ურთიერთობა უკვე 10 თვეა. შესაბამისად მე ბიძინა ივანიშვილის გავლენა ჩემზე როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე შეიძლება დავახასიათოთ იმ ღია განცხადებებით, რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა და ორივე მის ღია განცხადებაში იყო ჩემი კრიტიკა. პოლიტიკური ოპონენტების დაჭერებთან დაკავშირებით მე არაერთხელ მომიხდა განმარტებების გაკეთება განსაკუთრებით მაღალი რანგის საერთაშორისო ვიზიტების დროს. პოლიტიკური ანგარიშის სწორება მთავრდება იმ მომენტში, როდესაც და ითვლება ხმები და ერთი პოლიტიკური ძალა გამოდის და ტოვებს ხელისუფლებას, ხოლო მეორე პოლიტიკური ძალა მის მაგივრად იკავებს ხელისუფლებას. პუტინი მე მაინტერესებს, ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. შესაბამისად მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის მე იმედი მაქვს, რომ ის არის რაციონალური პოლიტიკის მომხრე და რომ რაღაც მომენტში შესაძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ქართულ-რუსული ურთიერთობების აგება.